ცენტრალური თემა, როგორც ევროკავშირის და მთლიანად ევროპის ერთობისთვის, რომელიც ძლიერდება, ძალას იკრებს, ქმნის მძლავრ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას, რომელსაც უერთდებიან ამ ევროპულ სისტემას არა ევროპული ქვეყნები, როგორიც არის კანადა, ავსტრალია, იაპონია. არაფერს ამბობ სპარსეთის ყურის ოქროს სამკუთხედზე, ძალიან დიდარ და გავლენიან ქვეყნებზე, როგორიც არის საუდის არაბეთი, კატარი და ემირატები. მათ უკვე გააფორმეს უკრაინასთან სამხედრო დარგში და მათ შორის წარმოებაში და მხედველობაშია დრონები, პირველ რიგში უპილოტო საფრენი აპარატები. ხელშეკრულებები ზელენსკისთან ის იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით ამ ქვეყნებში. ის 2 დღის წინათაც იმყოფებოდა საუდის არაბეთში, საიდანაც ჩავიდა შემდეგ ბაქოში და იქ სამუშაო ვიზიტით შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრემიერთან ალიევთან, რომელმაც ასევე გააფორმა სამხედრო თანამშრომლობაზე, სამხედრო მათ შორის აღჭურვილობის და მათ შორის დრონების წარმოებაზე ხელშეკრულება უკრაინასთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უპილოტო საფრენ აპარატებს ერთობლივად სწორედ აზერბაიჯანში გამოუშვებენ უკრაინა და აზერბაიჯანი. ეს არის უკრაინის ძალიან დიდი წარმატება, მაგრამ ეს მხოლოდ აქ არ მთავრდება. ნორვეგიამ ამ ძალიან დიდარმა ქვეყანამ, რომელსაც 2 ტრილიონი ევროს ღირებულების განუყოფელი ფონდი გააჩნია განვითარებით, ასევე გააფორმა ხელშეკრულება უკრაინასთან სამხედრო დარგში თანამშრომლობის შესახებ და ისევ ეს ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მხოლოდ უკრაინას გააჩნია, აქ საუბარი არის ძვირფას ტელემაყურებლობაზე, ყველაზე ძვირფას მონაპოვარზე და ტექნოლოგიაზე, რომელიც შექმნა უკრაინულმა სამხედრო მეწარმეთა ჯგუფმა, ძალიან ნიჭიერმა ხალხმა, რომელსაც ომმა, ამ 5 წლიანმა ომმა რუსეთის თავდასხმის შემდეგ აიძულა, რომ განევითარებინათ სწორედ ეს მიმართულება. ეს არის ეგრეთ წოდებული ინტერსეპტორები, ეს არის გადამჭერი დრონები, რომელიც არ ჯდება ძვირი, რომელიც შეუძლია მილიონობით დაამზადოს უკრაინას, ასევე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, რაზედაც ახლა მიმდინარეობს სწორედ მუშაობა და ეს გადამჭერი დრონები და ეს ყველაზე მეტად ჭირდება სპარსეთის ყურის ქვეყნებს ახლა, სადაც ირანის შაჰიდები, ანუ უპილოტო საკმაოდ მძიმე უპილოტო აპარატები, დრონები ესხმის თავს, უფეთქებს საწარმოებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები ააფეთქეს ამ დრონებით ირანელებმა და სწორედ ამ შემტევი დრონების გადამჭერი სპეციალური უპილოტო პატარა ზომის აპარატები შექმნეს უკრაინელებმა, რომელიც ფაქტობრივად აკეთებს შეხვედრას ამ დრონებთან, რომელიც მიემართება მძიმე დრონებთან, შემტევ დრონებთან, რომელიც მიემართება მიზნისკენ, ის ხვდება მას და ჰაერში აფეთქებს. ანუ ფაქტობრივად ამ დრონებისგან და ასეულობით დრონი ერთდროულად შეიძლება აფრინდეს, ეს არის სწორედ უკრაინული ტექნოლოგია და შექმნას გარკვეული ფარი, რომელიც დაიცავს ამათომ ობიექტს, ქალაქს, დასახლებულ პუნქტს სწორედ ამ მძიმე დრონების შეტევისგან. ეს არ ქონდა სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, არც საუდს, არც ემირატებს, არც კატარს, არც ბაჰრეინს, არც იორდანიას და რის გამოც იქ განადგურდა ძალიან ბევრი ობიექტი და მათ შორის ამერიკის ძალიან ძვირად ღირებული სამხედრო ბაზები, მათ შორის რადარები, რომელიც წლების განმავლობაში შენდებოდა და რომელიც მილიარდობით დოლარი დაждდა. ახლა უკრაინა ხდება და მიწვეულია ასევე ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის თავდაცვის უმაღლესმა კომისარმა კუბილიუსმა
აი ამ სისტემაში ევროპის თავდაცვის ან უსაფრთხოების მძლავრ საერთაშორისო სისტემაში, რომელსაც უერთდება ბრიტანეთი და უერთდება ევროკავშირის გარდა, როგორც უკვე ჩამოგითვალეთ, უამრავი ქვეყანა, რაც ნიშნავს ძალიან დიდ ინვესტიციას, ძალიან სერიოზულ სახსრებს და საშუალებას და მათ შორის საწარმოო საშუალებების გაერთიანებას, რომელიც ბევრი ექსპერტის აზრით სადღაც 27-28 წლებში გაასწრებს ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლებლობასაც კი. ეს არის საოცარი მიმზიდველი და მასტიმულირებელი იმ ქვეყნებისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, აქვს შანსი ითანამშრომლოთ ევროპასთან. ასეთი ვართ ზუსტად ჩვენ საქართველო, რომელიც ფაქტობრივად დაუცველები ვართ, განსაკუთრებით ამ ხელისუფლების ხელში ჯარი, თავდაცვის სისტემა ფაქტობრივად დარჩა განუვითარებელი, ის რაც იყო მიღწეული, ისიც ფაქტობრივად შეჩერებული იქნა ეს პროგრამა, იმიტომ რომ ამაში ჩართული იყვნენ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს წევრი ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები, რომელიც გვეხმარებოდნენ ჩვენ ჯარის განვითარებაში, ყველა ეს პროგრამა თქვენ იცით, რომ გაჩერდა მას შემდეგ, რაც რუსული სტანდარტები, რუსული გავლენების სფერო განვითარდა საქართველოში ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და დავკარგეთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი ფაქტურად ამერიკის შეერთებული შტატები ამ ხელისუფლებამ შეაჩერა ურთიერთობები ფაქტობრივად ევროკავშირთან აი იმ ქვეყნებთან რომელიც ეგრეთ წოდებული სრულიათა კოალიციის წევრები არიან რამშტეინის კლუბის წევრები არიან რომელიც უკრაინას უჭერენ მხარს და ეხმარებიან უკრაინას, ხოლო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა უკრაინასთან მოგვეხსენებათ, სამწუხაროდ ეს არის არა მეგობრული, შეიძლება უფრო მძიმე ტერმინით ვიხმარავთ, იმიტომ რომ ამერიკის და ევროპის საწინააღმდეგოდ, რომელიც ეხმარებიან უკრაინას და დგანან და სურთ რომ უკრაინამ მშვიდობას მიაღწიოს, უკრაინამ დაიხსნას თავი დაპყრობისაგან, რაც თავდასხმის შემდეგ რუსეთის არმიას სურს რომ განავითაროს უკრაინაში, საქართველოს არც სანქციებს არ შეუერთდა თქვენ ისიც ძალიან კარგად და საქართველოს მუდმივად ესხმის თავს უკრაინის ხელისუფლებას არჩევნების დროსაც იყენებდნენ რომ ზელენსკი ყოფილა თუმე უკრაინის მტერი, ზელენსკიმ განადგურა თუმე უკრაინის რესპუბლიკა და ასე შემდეგ, რაც უფრო მტრული დამოუკიდებლობა სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ქვეყნის ჩვენი ქვეყნის მეგობარი უკრაინის მიმართ ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით და ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით დარწმუნებული ვარ. აი ასეთ ვითარებაში უკრაინა ხდება თავარი აქცენტის მიმზიდველი ქვეყანა. არა მარტო ევროკავშირში ერთიან ევროპაში, არამედ თავად ამერიკაშიც კი. წინა შეხვედრის დროსაც ძირფას ტელემაყურებელმა მე თქვენ გესაუბრეთ იმის შესახებ, რომ დენ დრისკოლი ამერიკის არმიის დივანი, სახელმწიფო დივანი, რომელიც შეიძლება გახდეს ამერიკის ჯარების მეტაურის და მათ შორის შეიძლება დაიკავოს თავად ჰექსეთის თავდაცვის მინისტრის დივნის პოსტიც ის აცხადებდა რომ უკრაინა აღწევს ძალიან მაღალი დონის ინოვაციებს სამხედრო მრეწველობაში. მე ვიყავი კიევში თქვა მან, მე გავეცანე ამ ტექნოლოგიებს და ამერიკის შეერთებული შტატები დაეყრდნობა და გამოიყენებს ამ ინოვაციებს, ჩვენ გვინდა ძალიან მჭიდრო კავშირის დამყარება უკრაინის მთავრობასთან. ეს თქვა მან 10 დღის წინ და ამას უკვე მოყვა შედეგი. 2 დღის წინ ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი უკვე წარმატებით იყენებენ ამ ტექნოლოგიებს და უკვე მოხდა უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოწყობილების გადაკვეთა, რომ მათ დაამზადონ სწორედ აი ეს გადამჭერი დრონები და გამოიყენონ ეს ძალიან დიდი და ფართე მასშტაბით. ეს უკრაინის ძალიან დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს იწვევს, რა თქმა უნდა, საპირისპირო ძალიან მძაფრ რეაქციას, უარყოფით რეაქციას მოსკოვში, კრემლის მხრიდან. აი ბოლო დროს ასაც ჩვენ უყურებთ, რომ განსაკუთრებით გამძაფრდა დამოკიდებულება
რუსული მთავრობის გერმანიის ხრის მიმართ ესეც გამოიწვია იმან, რომ გერმანიის მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კიევთან, მათ შორის აი ამ ტექნოლოგიების, აი დრონების ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით და ეს კიევში იწევს ძალიან სერიოზულ გაღიზიანებას. მოსკოვში ბოდიში ვიხდი. მოსკოვი დაემუქრა კიდევაც გერმანიას, რომ ის გააჩერებს დრუჟბას ნავთობსადენს, რომლის ერთი შტო სწორედ გერმანიის რამდენიმე ქალაქს აწვდის ამ ნავთობსადენით სპეციალურად ამ ნახშირწყაბადს, რომელიც გადამუშავდება მერე და მიიღება ნავთობპროდუქტები იქიდან და დაიმუქრა კრემლი, რომ გააჩერებს ამ მთლიანად გააჩერებს ამ ნავთობსადენ დრუჟბას, თუ გერმანია შესაბამისად არ შეწყვეტს კიევთან თანამშრომლობას სამხედრო მრეწველობაში თანხების და სპეციალური დანადგარებით შესვლას, რომელიც რა თქმა უნდა ხელს უწყობს უკრაინის სამხედრო ძლიერების საკმაოდ მაღალ დონეზე ასვლას, რაც მეორე მხარისთვის, რომელსაც ომი აქვს უკრაინასთან, სრულიად ბუნებრივად აშფოთებს და ეს სრულიად გასაგები ამბავია. აი ასეთ ვითარებაში, როდესაც უკრაინასთან შეხვედრა ყველასთვის არის მომგებიანი და უკრაინა ხდება ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მდგენელი ევროპის ერთიანი, ძალიან დიდი ევროპის, რომელსაც უერთდება ბრიტანეთი და უერთდება ნორვეგია, შვეიცარია და ბევრი ისეთი ქვეყანა, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, აქ ერთ-ერთი მთავარი ხდება სწორედ ის დასაცავად ევროპისა და ამ კოლგის შექმნისა უსაფრთხოების სისტემის უკრაინის გამოცდილება, უკრაინის არმია, რომელიც დღეს უკვე ნატოს სტანდარტის არის და რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს უკვე შეძენილი აი ამ ომში, ამ საშინელ ომში, 5 წლიან უკვე ომში რუსეთის წინააღმდეგ, სადაც უკრაინამ სულ ცოტა იმას მიაღწია, რომ რუსები უკვე წინ ვერ დგამენ ვერცერთ ნაბიჯს, რუსეთის ცოცხალ ძალას და ტექნიკას ანადგურებს დრონები, უკრაინული დრონების სისტემა, მათ არ ჭირდებათ ამისთვის ჯარისკაცები, ისე აწყობს უკვე რომ შეტევაშიც და თავდაცვაშიც მონაწილეობენ ასეულობით აი ეს უპილოტო ფრინავი აპარატები, რომელიც თითქმის ყველგან არიან და რუსმა ვერაფერი ვერ გააწყო ამის წინააღმდეგ და დღემდე ვერ შექმნეს ამის წინააღმდეგ ეფექტური სისტემა. მათ შორის უკვე ბოლო თვეებში გამოჩნდა ხმელეთზეც უპილოტო მუხლუხებიანი ტექნიკა, არტილერია, ჯავშანმანქანები, რომელსაც გადააქვთ პროდუქტებით, სამხედრო ტექნიკად, ჭურვებით და რომელიც ასრულებენ ყველა იმ დავალებას თუ ოპერაციას, რომელიც ცოცხალი ძალის სამხედრო დანაყოფებს უნდა გაეკეთებინათ, როგორც ეს იყო სტანდარტულად, კონვენციური მიმართულებით, როგორც ამას ქვია სამხედრო ტერმინოლოგიით, მაგრამ ამჯერად ეს ხიფათი უკვე ცოცხალ ძალას არ ემუქრება, ანუ ამ ყველა დავალებას ძალიან დიდი წარმატებით ასრულებენ უკრაინის მიერ შექმნილი რობოტები, რომელიც უპილოტო აპარატები, რომელიც ხმელეთზეც გადაადგილდებიან, სპობენ მოწინააღმდეგის სასესხლე წერტილებს, ასრულებენ ერთი სიტყვით ყველა დავალებას, რასაც მათ სარდლობა აძლევს, მაგრამ ადგება ხიფათის ქვეშ სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჯარისკაცებისა. ესეც სრულიად ესეთი ცუდი სიურპრიზი აღმოჩნდა რუსული მხარისთვის, რომელსაც ამის მსგავსი არაფერი არ აქვს და დღეს ჩვენ ღვეულობთ რუსეთის არმიაში ვითარებას, რომ ისინი ვერ დგამენ წინ ნაბიჯებს, პირიქით ყოველ ღამე ჩვენ ხედავთ უკვე და ყოველი დღე უკრაინელები აფეთქებენ, ბოლო იყო ტუაფსის ნავთობ უდიდესი საექსპორტო ნავთობ ტერმინალი, რომელიც დღემდე იწვის, მოკლედ მე-6 დღეა, ვერ აკრობენ, რომ ეს არის ძალიან დიდი
მოცულობის ნავთობსაცავი, რომელიც მიერთებული არის როსნეფტის ტუაფსეს გადამამუშავებელ საწარმოსთან, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან და რომელიც ფაქტობრივად გადიოდა ექსპორტზე. დღეს ეს განადგურებულია ფაქტიურად, მაგრამ რაც ყველაზე ცუდია და რაც საფრთხეს უთმის ასევე საქართველოს ტერიტორიას, ცაში არის ძალიან დიდი რაოდენობით ამ ნავთობის წვის პროდუქტი, რომლის გამოც იქ მოდის ფაქტობრივად ნავთობიანი წვიმა და შავდება ყველაფერი, ეს არის საშინელება, მთელი მოსახლეობა ჩივის ამაზე, თან ეს ჩაიდინება მე რეცხავს ამას ყველაფერს. ეს დიდი რაოდენობით წვიმები, რომელიც ამ ბოლო დროს გაზაფხულია და არ არის გასაკვირი, შავ ზღვაში და შემდეგ ეს ლაქები უკვე აფხაზეთის სანაპიროს ემუქრება ამ სეზონზე ძალიან სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებით და ემუქრება სამწუხაროდ საქართველოსაც, ვინაიდან ეს ლაქები ადვილად შეიძლება დინებებმა ჩვენს მეზობლად მდებარე ტუაფსედან საქართველოს შავი ზღვის აკვალტერიაში წამოიღოს. ვითარება საკმაოდ მძიმეა თავად რუსეთში ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ზიუგანოვი, რომელსაც გასულ კვირას ესეთი მუხარა წარვთქვა პარლამენტიდან რუსეთის დუმის ტრიბუნიდან, რომ მე გაფრთხილებდით, აჯერ გაგაფრთხილეთ მიმართა მან კრემლს, რომ ჩამოიშლებოდა ეკონომიკა, თუ ასე გააგრძელებდით და ეს ახლა ხდება და თუ არაფერს არ იღონებთ, თუ სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგეთ, მიიღებთ 1917 წელს. ეს არის ზიუგანოვის სიტყვები. 1917 წელს მოხდა საშინელი რევოლუცია, რომელსაც შეეწირა რუსეთის მაშინდელი მთავრობა და ფაქტიურად რომელსაც დაასამარა საერთოდ რუსული იმპერია, მთლიანად რომანოვების იმპერია მოსპო ფიზიკურადაც, პოლიტიკურადაც. აი ამით ემუქრება ფაქტიურად ზიუგანოვი, მაგრამ არის უფრო სერიოზული პროგნოზებით. თავად რუსეთში არის ასეთი რუსტამ კუტაევი. ეს არის პიროვნება, რომელიც დუდაევის დროს, ეს არის ჩეჩენი, განათლებული და ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უფლებადამცველი ორგანიზაცია და რომელიც არის რუსეთში სწორედ იჩქერიის დამოუკიდებელ ჩეჩენთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ის დავატიმრებული ყავდათ 14-17 წლებში სწორედ ამ პოლიტიკური მოღვაწეობის და განსხვავებული აზრის გამო, მაგრამ ახლა ის თავისუფალია, მიჩნეულია ტერორისტად, რა თქმა უნდა, რუსეთის ტერიტორიაზე შეყვანილია ამ სიაში, მაგრამ ის არ ნებდება, ის იბრძვის და სწორედ ესეთ ცნობილმა ბლოგერმა პოდოლიკამ დაწერა დღეს ამის შესახებ, რომ სადღაც აგვისტოში, სექტემბერში სიტყვასიტყვით ასე ამბობს, შესაძლებელია ვინაიდან სუსტდება რუსეთის ეკონომიკა, რუსეთის პოლიტიკა განიცდის ძალიან სერიოზულ იდეოლოგიურ შიმშილს, იმიტომ რომ არის ან უკვე რა უთხრა მოსახლეობას. აი ეს ჯგუფი და მან ასე დაასახელა პირდაპირ პოდოლიკამ, რომ ეს არის მუსულმან რუსეთის მოქალაქეებმა მიღებულ ადამიანთა ჯგუფი და ის აღწერს, რომ ისინი არიან უზბეკები, ტაჯიკები, ყაზახები, ყირგიზები და კავკასიელები, ჩრდილოეთ კავკასია მას მხედველობაში, ძირითადად, რომელიც არიან მუსლიმები და რომელთაც აერთიანეთ სწორედ ზიზღი რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და ისინი ხვდებიან ერთმანეთს, ვარჯიშობენ, კონტაქტზე არიან და ემზადებიან, ამას ამბობს პოდოლიკა, რომ საღამო აგვისტოს სექტემბერში იქნება ნიადაგი მზად იმისთვის, რომ ამ ესენი არიან 4 მილიონამდე, ამბობს პოდოლიკა, წელს დღესაც ამას და ისინი ემზადებიან სერიოზული გამოსვლებისთვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება მოსკოვში. თავად ეს რუსტამ კუტაევი რამდენიმე დღის წინ წერდა 24 აპრილს მან გამოაქვეყნა ასეთი პოსტი, რომ აი ეს დიდი ერთობა, ეგრეთ წოდებული მუსულმანური მაიდანის, უკრაინის მაიდანიან მხედველობაში, მუსულმანური მაიდანის მოსაწყობად ებზადება მოსკოვში. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი წელს
ეს კუტაევი და ჩვენ ამას შევძლებთ. აი ეს ვითარება ქმნის ძალიან დიდ და სერიოზულ დაზაბულობას თავად ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანში, თავად ჩეჩნეთში, ინგუშეთში და მთლიანად მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მოგეხსენებათ რუსები უკვე აღარ ცხოვრობენ. მათ დატოვეს სწორედ ეს ჩრდილოეთ კავკასია, მას შემდეგ რაც მათ შეუტიეს სერიოზულად და დღეს იქ ფაქტობრივად რუსული ოჯახები, რომელიც ძალიან ისეთი მრავლად იყვნენ წარმოადგენლები, აღარ ცხოვრობენ. შესაბამისად, ეს ქმნის სერიოზულ საფრთხეს, ვინაიდან თავად კადიროვის ეს რეჟიმის დასუსტა, მით უმეტეს დღეს რუსეთს აღარ აქვს ისეთი სახსრები, რომ როგორც ადრე 22 მილიარდი რუბლი და ასე შემდეგ აფინანსებდა კადიროვის ესე თითქოს სამხედრო ასეთ ავტოკრატიას ადგილზე და ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული საფრთხე თავად კომუნისტების ლიდერ ჟიუგანოვის ესეთ გააქტიურებასთან ერთად და ამას თუ მივუმატებთ იმასაც, რომ ლენინის ავტორიტეტი იზრდება. ბოლო გამოკითხვით, ვციომის რუსული სახელმწიფო სტრუქტურის გამოკითხვით 100-დან 54 რუსეთის მოქალაქე ლენინს უჭერს ხალხს. ანუ გაიზარდა ამ მომხრეთა რიცხვი. ესეც კომუნისტების მიმართ ხალხდაჭერაა. რომელთაც პუტინი აღარ მოსწონთ უკვე და არ მოსწონთ ის სისუსტე, აი ის ყოველდღიური ფასების ზრდა, აუტანელი უკვე პირობები, რათა 5 წლიანმა ომმა, რომელშიც რუსეთი პრაქტიკულად მაცხდება უკრაინაში, რომ ვერ მიაღწია რუსეთმა ვერც ერთ მიზანს, ვერც უკრაინის დემილიტარიზაციას, ვერც თავრობის შეცვლას და დენაციფიკაციას, როგორც ისინი ეძახდნენ ამას და შესაბამისად თავად შეიქმნა ძალიან სერიოზული პრობლემები, როდესაც თავს ესხმიან რუსეთის ქალაქებს, ბომბავენ, მუდმივად გაჩერებულია და შეფერხებულია აეროპორტების მუშაობა, როგორც მოსკოვში, პეტერბურგში, სამარაში და ცენტრალურ ქალაქებში და ასევე რეგიონებშიც და დატანჯულია მოსახლეობა ერთი სიტყვით ამ ყოველ ესეთი თვიური მობილიზაციებით დევნით ამ ხალხის დატოვა რუსეთი ყველამისას შეეძლო, ხო, იმიტომ რომ ეშინიათ რომ მათ გაიწვევენ სოფლებში როგორც თავად რუსები წამენ ვეტექიმი აღარ დარჩა. დაიღუპნენ ისინი უბრალოდ გაიწვიეს, წაიყვანეს დარჩა და მათი უმეტესობა დაიღუპა და დასახიჩვდა. რამაც ასევე როგორც თავად რუსი ექსპერტები წერენ გამოიწვია ძალიან სერიოზული ავადმყოფობები და ვიცით ჩვენ რომ каранტინია უკვე რუსეთში ანადგურებენ ათასობით და უკვე მილიონობითაც როგორც წერენ სხვადასხვა გუბერნიებში რუსეთის და თითქმის მთელი ცენტრალური რუსეთი მოიცვა ამან და მათ შორის უკვე ლაპარაკობენ რომ კრასნოდარშიც არის სამწუხაროდ ჩრდილოეთ კავკასიაშიც რომ ეს არის ციმბირის ყული ჯილეხი რომელიც ძალიან ცუდი დაავადებაა საქონლის შორის ანადგურებენ ხორებსაც, თხებსაც, ხვევებსაც, ყველაფერს და ამას შეიძლება სერიოზული შიმშილი გამოიწვიოს, ვინაიდან ამ ფერმერებს, ამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაკავებულ ადამიანებს და ასეთი მილიონობით არის რუსეთში, სხვა შემოსავალი არ ჰქონდათ, საკმაოდ განვითარებული მცირე ფერმერული მეურნეობები ჰქონდათ და დღეს მთლიანად გაუნადგურეს მათ, ესე ვთქვათ, იძულებით უკლავენ და უნადგურებენ ამ საქონელს. იქ კიდევ ერთი რამ, რაც მიუთითებს რომ რუსეთში ვერ არის კარგად სამხედრო მიმართულებით საქმეები, ეს არის რაც მოხდა გუშინ მალიში. მალი ეს არის მოგეხსენებათ აფრიკული სახელმწიფო, სადაც საკმაოდ უკვე 10 წელია საკმაოდ სისხლის ღვრელი და ძალიან ცუდი დაპირისპირება მიმდინარეობს სამხედრო ხელისუფლებას შორის, რომელიც მოვიდა იმ დაპირებით, რომ ერთ-ერთ დიდ პროვინციაში, კიდალის პროვინციაში, სადაც ტუარეგების ტომი ცხოვრობს, დაამყარებდა წესრიგს, მაგრამ პირიქით დღეს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა და მას ყავდა პარტნიორად მალის სამხედრო ხელისუფლებას რუსეთი, ვაგნერი კონკრეტულად, პრიგოჟინი გახსოვთ, რომელიც აღარ არის ცოცხალი. და სწორედ პრიგოჟინი იძლეოდა ამ პირობას, რომ მალიში დამყარდებოდა წესრიგი, რომ ისინი ამ ამბოხებულებს განადგურებდნენ, ჩაახშობდნენ აჯანყებას, ეს მაშინ ვერც პრიგოჟინმა ვერ მოახერხა. ეხლა პრიგოჟინი აღარ არის და იქ რუსულ
ძალიან დიდ დაჯგუფებას სამხედრო, რომელსაც კორპუსი ერქვა. ერქვა აფრიკული კორპუსი. აი ესე პირდაპირ აფრიკანსკი კორპუს რუსულად. აი ეს კორპუსი პრაქტიკულად განადგურების პირამდე მიიყვანეს ამ აჯანყებულებმა. მათ მოკლეს ამ მალის თავდაცვის მინისტრი, ეს ამ დღეებში მოხდა ყველაფერი. 3 დღის წინ ჩამოაგდეს რუსული სამხედრო ვერტმფრენი, სადაც მთელი რაზმი იჯდა გადაყავდა ამ ვერტმფრენს იარაღთან გადაქონდა და გადაყავდა სამხედრო რაზმი და დაიღუპენ სამწუხაროდ ეს ადამიანები ყველა და გუშინ ამ კორპუსმა დატოვა ქალაქი კიდალი, აი ყველაზე მთავარი ცენტრი ამ მოხებულების, მიატოვა ფაქტიურად ეს ადგილი ამ შეტაკებების, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ უკვე საზღვარგარეთაც რუსულ შენაერთებს თავად აფრიკაშიც კი აფრიკის იმ ქვეყნებში სადაც არის ესეთი დაბილისა მალე არის ამ შემთხვევაში ეს ყველაზე ესეთი კაფიო პრეცედენტი სადაც აი ეს დაპირისპირება მიმდინარეობს და მუდმივად ტოლვილებია იქა მუდმივად სისხლის გრელი შეტაკებებია და მთავრობაც რა თქმა უნდა რჩება სულიად მალის მთავრობა ამ მომენტისთვის რჩება სულიად დაუცველი თავად სამხედრო ექსპერტები რუსეთის წერენ რომ ეს გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზულმა დაინტერესებამ მალიში არსებული სიტუაციით. ანუ რუსების ჩანაცვლება ხდება აი თუნდაც მალიში, აფრიკაში ამერიკული ინტერესებით. იქ ამერიკელები მუშაობენ როგორც ეს იწერება აი ამ მალის სამხედრო ხელმძღვანელებთან და ხვალდაზე ჩვენ ამას ვიხილავთ რომ რუსი აღარ არის, რუსი სამხედრო აღარ არის მიმზიდველი და ამერიკა აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას რომ მალიში მოხდეს ნორმალიზაცია სიტუაციის ეს ერთი კიდევ ძალიან დიდი მარცხია რუსეთის ხელმძღვანელობის თუ ავიღებთ სირიას თუ ავიღებთ საიდანაც გამოაძევეს ფაქტურად რუსი სამხედროები თუ ავიღებთ ვენესუელას ვაიღებთ იქ კუბასაც სადაც ძალიან უჭირთ უკვე მათ შორის 10 ნავთობია 10 არანაირი ფინანსური საშუალებაც არ არის რომ ხალხმა ჩვეულებრივი პირველადი მოთხოვნილები საგნები შეიძინოს და არის ძალიან ცუდი ვითარება ნუ ეხლა რაც არის და რაც ხდება ირანში ესეც გასაგებია ყველაფერი რომ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს არ უშველა რუსეთს აციმ ერთთვიანმა ლიცენზიამ რომელიც მოუხსნა ტრამპმა იმ გემებს რომელიც დატვირთული იყვნენ უკვე და ზღვაში იყვნენ რუსული ნავთობით შეაჩერა ეს გავიდა ის ერთი თვე და უკვე განაცხადა პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრმა ამერიკის რომ ისინი არ აპირებენ გაგრძელებას რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების და არც რაიმე ლიცენზიის მიცემას. ეს არის კატასტროფა რუსული ეკონომიკისთვის და ნუ საშველის თითქოს არსაიდან არ ჩანს. ეხლა დავუბრუნდეთ ქართულ ტრადიციულად სიტუაციას, რა ხდება საქართველოში, როგორც ზემოქმედებს ეს ყველაფერი ქართულ რეალობაზე, ქართულ პოლიტიკაზე. საქართველოში აგრძელებენ ევროპელი ელჩების წინააღმდეგ ბრძოლას სამწუხაროდ დღეს ყავდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავარებული ევროკავშირის ელჩი ჰელჩინსკი ამ შეხვედრის შემდეგ ჰელჩინსკიმ დადო ძალიან სამწუხარო საქართველოს სახელმწიფოსთვის პოსტი სადაც წერია რომ ევროკავშირი არავის არ აიძულებს გახდეს ამ დიდი გაერთიანების წევრი. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თუ საქართველოს მთავრობა იტყვის უას იმ ნაბიჯებზე, რომელსაც დააშორა ევროკავშირს. საქართველოს როგორც ქართველი ხალხის სურვილს დააშორა, რომ ევროპისკენ მივდიოდით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა საქართველო, მაგრამ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებმა, რომელსაც 2024 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა ევროპასთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ 28 წლამდე პრაქტიკულად გააჩერა ეს ინტეგრაციის პროცესი. თუ ამას შეცვლის საქართველოს მთავრობა ამბობს ჰელჩინსკი დღეს ევროპა მზად არის რომ ძალიან მალე აღადგინოს
ის ვითარება რაც იყო და სურვილი ქართველი ხალხისა რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, გახდეს რეალობა. რა არის ამაში ცუდი? რისთვის შეიძლება რომ დევნიდეს საქართველოს მთავრობა ჰერჩინსკის, ესენი ამბობენ რომ მან ომი ახსენა, უბედურება ახსენა, წარსულში დაბრუნება ახსენა, მაგრამ მან ეს ახსენა როგორც პირობა იმ განცხადებაში, რის გამოც ის დაიბადეთ, იქ ეწერა რომ თუ ამას ფაქტობრივად ამ შეჩერებას ევროპასთან ქართული მხარე შეცვლის იმით, რომ ის აღადგენს დიალოგს, ოღონდ რეალურად აღადგენს დიალოგს ევროპასთან, ევროპული მხარე მზად არის დაუბრუნდეს აბსოლუტურად პოზიტიურ ურთიერთობებს საქართველოსთან და დააჩქაროს ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, რასაც ევროინტეგრაცია ქვია. ანუ არანაირი რაღაც ნეგატიური რამ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ხას უსვამს, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ჰერჩინსკის არ უთქვამს, მაგრამ რა თქმა უნდა მის გამოსვლა მის პოსტში იყო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. ჩვენი ხელისუფლება მოგეხსენებათ, აიგივებს თავის თავს სახელმწიფოსთან, რაც არ უნდა თქვა ივანიშვილის ხელისუფლებას, ეს არის თავდასხმა თურმე სახელმწიფოს, ეს ასე არ არის. ამას ლუი მე-14 იძახდა, სულ საფრანგეთი მევარო და ახლა რაც არ უნდა იძახოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომ საქართველოს ჩვენ ვართ, ეს ასე არ არის ბატონებო, იმიტომ რომ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ხელისუფლება ნებისმიერი არის დროებითი მოვლენა, სახელმწიფო კი მუდმივია, საქართველოს მუდმივი იქნება, შეიცვლება ეს ხელისუფლებაც, ახლა კითხვა სწორედ იმაზეა, როგორ შეიცვლება. სასურველია რომ ეს მოხდეს არჩევნებით, როგორც ეს მოხდა უნგრეთში, მაგრამ უნგრეთში დღეს რატო აშფოთებს და რატო არიან დღეს ძალიან არეულები ივანიშვილის ხელისუფლებაში. როგორც ეს არის რუსეთში, იმიტომ რომ მოსკოვსაც სერიოზულად დაატყა ორბანის დაკარგვა და ორბანის ამ კრახმა, ისეთივე ვითარება არის საქართველოში, იმიტომ რომ გუშინ სხვათა შორის ახალმა არჩეულმა ლიდერმა მაგიარმა, რომელიც ჯერ არ შედგომია თავის მოვალეობის შესრულებას, განაცხადა ძალიან ხისტად, რომ მე ვხედავ, რომ ორბანი და მისი მეგობარი ოლიგარქები მილიონობით სახსრების გატანას ცდილობენ დუბაიში, კატარში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში და ემზადებიან აქედან გასაქცევად. მან მიმართა ძალოვან სტრუქტურებს, აღკვეთეთ ეს, დააპატივრდეთ ეს ადამიანები, რომ ამ დამნაშავეებმა, ამ ოლიგარქებმა, რომელიც უნგრელ ხალხს მოპარეს ეს მილიონები, ასეულობით მილიონი და გახდნენ მილიარდერები, უნდა აგონ პასუხი მიუკვეძებელი სასამართლოს წინაშე. ეს არის მაგიარის ბოლო განცხადება, ანუ თლად ესეთი ჯიგარი ბიჭი, როგორც ზოგიერთი პარლამენტარი საქართველოში ეძახდა, ეს მაგიარი არ ჩანს. ის მან ჩამოგიდა ისევ აღადგინა უნგრეთის პარლამენტის კედელზე ევროკავშირის დროშა, ის მოხსნილი ჰქონდა ორბანს და ამან განაპირობა სწორედ ორბანის შიში, რომ მან უარი თქვა უნგრეთის პარლამენტის მანდატზე და ის ნამდვილად ემზადება, ყველა ინფორმაცია არსებობს ამერიკაში გასაქცევად, დასატოვებლად, მაგრამ ამ განცხადების მერე ალბათ ყველას, რაც შორის ორბანსაც გაუჭირდება. ეს კარგი მაგალითია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ აქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე, რომ საკუთარი ხალხი და თანაც იმ არჩევნების მერე და ეს არჩევნები უნგრეთში უნდა ვთქვათ, ისე ორბანის პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ, რომ არ გაყავდა, ანუ დათვლა არ ყოფილა მანიპულირებული. დაითვალა სწორად ხმები და გაიმარჯვა საკონსტიტუციო უმრავლესობამ მოიპოვა ფაქტიურად ოპოზიციამ, ხო? აი, ასეთი შედეგის მიუხედავად ორბანის პასუხისგებაში მიცემას აპირებს უნგრელი ხალხი, ახალი ლიდერები იმ დანაშაულების გამო, რომელიც მათ ჩადენილი აქვს. აი, საქართველოში ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს ამ ამბებიდან შორს არ არის. საქართველოს დგას სწორედ ზღვარზე, რომ აქაც მოთხოვნილი იქნას ახალი არჩევნები და ეს არჩევნები ჩატარდეს ევროპის სრული კონტროლის, ეუთოს ძალიან დიდი ოდენობით სერიოზული დამკვირვებლების ქვეშ, რომ აქ აღარ მოხდეს ხმების დათვლის მანიპულირება და ზუსტად ისეთი შედეგი დაიდოს, რაც ქართველ ამომრჩეველს სურს.
იმ პირობებში დაწუნებული აქტიურობაც ძალიან დიდი იქნება, როგორც ეს იყო უნგრეთის მაგალითი იქნება გადამდები საქართველოს სერიოზული პრეცედენტი იქნება ქართველი ხალხისთვის იმ 80%-ისთვის ზუსტად რომელსაც სულს ევროკავშირის წევრობა ამას ყველა გამოკითხვა აჩენებს და რომელიც მოვა ახალ არჩევნებში დაწუნებული ვარ. მე ამით დავასრულებ დღეს ძვირფასო ტელემაყურებლებო, წარმატებებს გისურვებთ. იმედი მინდა ვიქონიო რომ მომავალი კვირა უფრო დადებითი იქნება და ძალიან ბევრ უკეთეს ამბებზე ვისაუბრებთ. დიდი მადლობა რომ ვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე.